საქართველოს ყოფილი პრემიერ-მინისტრი დაჭრილია. ოთარ ფაცაცია სანადირო თოფიდან ესწროლეს. ერთ-ერთი ვერსიით ფაცაცია საკუთარმა ბიძაშვილმა ნარდის თამაშის დროს დაჭრა. ფაცაციას ჭრილობა ზედა კიდურის არეში აქვს მიღებული დაჭრილს. ზუგდიდის ცენტრალურ საავადმყოფოში ოპერაცია ჩაუტარდა და რეანიმაციის განყოფილებაში იმყოფება. ფაცაციას ჯანმრთელობის მდგომარეობა სტაბილურია და მისი ცოცხლე საფრთხე აღარ იმუქრება. ის კლინიკაში რამდენიმე დღე დარჩება. შეგახსენებთ, რომ ოთარ ფაცაცია 1993-94 წლებში საქართველოს პრემიერ-მინისტრი იყო. ფაქტთან დაკავშირებით აღძრულია სისხლის სამართლის საქმე და მიმდინარეობს გამოძიება. შემთხვევა თუ სიკეთის მეტი არაფერი არ გავაკეთებია ამას თავისიანებისთვის და ყველა იმ წრისთვის რომელიც ოთარ ფაცაციაც იცნობს. არ ვიცი არაფერი ზუსტად როგორ მოხდა რა მოხდა თვითონ გავუარდა მგონი. არაფერი არ ვიცი. საერთო მდგომარეობა არის სტაბილური. დაშავებული არის ტანქვეშ ეჭის ქვეშ აქვს დაშავებული სერაფია მრავლობითი საფანტებია და თხემის არეში. შემწევი არც ერთი გუნკერდის გუში